სივრცე ვერ გეტყვით არ არის ხა მაგ ეტაპზე არა ვართ რომ რაღაცა სივრცეზე ვილაპარაკოთ სასაუბრო დასავლეთთან ჩვენ რეალურად დავინახეთ მოთხოვნილება სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნილება ქართული ოცნების მხრიდან ერევანში რომ მათ სჭირდებათ რომ მათ იპოვონ და დაუბრუნდნენ ჩვენ ტრადიციულ მოკავშირეებს ისინი ამას ცდილობენ ქართული ოცნება ყველაზე პირველ რიგში ზის და ყველაზე კარგად იცის რომ რუსეთი მარცხდება რომ ივანიშვილმა გააკეთა აბსოლუტურად არასწორი ფსონი როდესაც დადო მთელი საქართველოს ბედი რუსეთის გამარჯვებაზე უკრაინის წინააღმდეგ რომ საქართველო მოაქცია აბსოლუტურად არაადეკვატურად იმ სივრცეში რომელიც სივრცეც ეხა მარცხდება რუსეთს ყველა მოკავშირე ყველა ფუნდამენტური გრძელვადიანი მოკავშირე უკანასკნელი პერიოდის ვისთან ერთადაც არადემოკრატიულ არაჯანსაღ არათავისუფალ სამყაროს დაყენება უნდა პუტინს საპირწონედ ცივილიზებული სამყაროსა ყველა მისი ეს პარტნიორი უკაცრავად ჩამოიშალა. იქნება ეს ირანი, იქნება ეს სირია, იქნება ეს მისი სხვა პარტნიორები ვერავინ ვეღარ დგას ორ ფეხზე და პუტინს ეს პროექტი ჩავარდა. პუტინის მცდელობა რუსული იმპერიის შემოbrunების დიდი ერების აღლუმში ჩავარდა კრახით განიცადა. ეხა ივანიშვილი როგორც ნებისმიერ სხვა პოლიტიკური პარაზიტი, რომელმაც შეეცადა რომ ამ რაღაცა გეოპოლიტიკურ ტექტონიკურ ცვლილებაზე ეთამაშა, ის ხედავს რომ პუტინი მარცხდება, მან არასწორი ფსონი გააკეთა და მას სჭირდება რეაბილიტაცია. ოღონდ ეს რეაბილიტაცია არ არის ქვეყნის რეაბილიტაციის მცდელობა, ეს არის მისი პირადი რეაბილიტაციის მცდელობა, ის ცდილობს რომ ევროპული სანქციებისგან თავი დაიზღოს, ის ცდილობს რომ განთავისუფლდეს ამერიკული სანქციებიდან, შესაბამისად მისი პრემიერ-მინისტრი მუხლჩოქვით გავარდება ერევანში ან ნებისმიერ სხვა კულუარებში და შეეცდება ზელენსკი იქნება ეს თუ სხვები ელაპარაკოს იმაზე რომ ისინი სანდო ხალხია, მაგრამ ნუ ნდობას არ იწვევენ გამომდინარე იმ ქცევიდან, რა ქცევის პატერნშიც არიან ჯამში, ხო? ეხლა დღეს ყველაფერი თავის ადგილას დაალაგდა გუშინ ეს რაღაცა უკრაინას ლამაზი ეპიტეტებით მოიხსენიებდა, მაგრამ დღეს ჩავთეთ იმედის 2 საათიანი ქრონიკა და ვნახეთ რომ ნუ ერთი სიუჟეტი იყო იმაზე, რამდენად ბოროტები არიან ისევ ევროპელები, ფაშისტები, გათახსირებულები და ნუ მეორე სადაც ბატონ კობახიძე იძახდა რომ მას უკრაინის პრეზიდენტს არასდროს ცუდი არ უთქვამს. ხო, ეს სისუსტის ნიშანია, ეს ძალიან უბადრუკად წარმოაჩენს ახლა პაპუაშვილი უარესად უბადრუკად რითი უნდა წარმოჩნდეს იმას გითხრათ ნამდვილად აღარ ვიცი, იმიტომ რომ თუ შეიძლება საჯარო პროფილი ადამიანმა შენი ხელით ესე გაინადგურო ეგ ამის ნათელი მაგალითი ხო ასრულებს რაღაცა შინაური შიმპანზეს ფუნქციას ივანიშვილის კარზე ამის მიღმა ძალიან საცოდავად გადაუბადრუკად გამოიყურებიან როდესაც აი ესა ამით აბალანსებენ პროპაგანდის მთელი მანქანა ამუშავეს წელიწადზე მეტია უკვე რამოდენიმე წელია ფაქტიურად დასავლური არჩევანის დისკრედიტაციაზე, უკრაინის გაშავებაზე, პირადად ზელენსკის გაშავებაზე, ანუ ყველაფერი გააკეთეს პროპაგანდის გზით და მათ შორის დიპლომატიური გზებით და ყველა გზით რაც შეეძლოთ რომ საქართველოს ჩამოეჭრათ, ჩამოეშურებინათ ცივილიზებული სამყაროსთვის. ეხა უწევთ საპირისპირო სვლების გადადგმა, იმიტომ რომ ხედავენ რომ იღუპება მათი პატრონი რუსეთი, დაღუპვის პირას არის. ის ვითარება რაც ეხა რუსეთშია. ის განსაკუთრებათ ახლა რომ საპირისპირო ნაბიჯების გადადგმა უწევთ, დღეს თუ დღევანდელ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ და წარმოუდგენელ ეპითეტებს როგორც ამკობდნენ ისინი დასავლელ პარტნიორებს, ევროპარლამენტარებს, რჩება განცდა რომ მათ საპირისპიროს თქმა უწევთ, სხვა შორის შეხვედრით დავიწყე რომ დიპლომატებთან ლელუძლიერი საქართველოს და არ თქვენ დავიწყები ხართ შალვა პაპუაშვილს ერთის მხრივ მიმართვა თქვენს მიმართ იყო რომ ყველა მოქალაქეს რომელსაც უნდა პოლიტიკაში რამე გააკეთოს ვურჩევ შეეშვან ერთის საელჩოდან მეორეში სიარულს და გარეძალების იმედად ყოფნას და მეორეს მხრივ ვურჩევ ელჩებს რომ საკუთარი გავლენის დამყარებასო ცდილობენო დაანებონ თავი ამ პროცესებსო მოკლედ წაგიკითხეთ თორე საკმაოდ ვრცლად გამოგეხმაურათ შალვა პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილი ცოდოა ქალბატონო მაგალითად. შალვა პაპუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე საცოდავი არსება არის ივანიშვილის კარზე. უბადრუკი არარაობაა, რომელმაც თუმცა ის პარლამენტის თავმჯდომარეა ბატონ თაზო თქვენ როგორც არ უნდა აფასებდეთ. მნიშვნელობა არ აქვს ამას.
მნიშვნელობა არ აქვს ამას. განსაზღვრავს ადამიანებს განსაკუთრებით საჯარო სივრცეში, განსაზღვრავენ მათი საჯარო ქცევა. და საჯარო ქცევა შალვა პაპუაშვილს არც ერთი წაფი არ ქონია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამის. შესაბამისად ის არის ერთ-ერთი ყველაზე უბადრუკი არსება, ვინც ქართულ პოლიტიკაში უკანასკნელ წლებში მინახავს, იმიტომ რომ აი ამ საცოდაობის მთავარი სახე არის. რასაც ქვია 21 საუკუნეში 2026 წელს მართლა ჩვეულებრივი იაფფასიანი საბჭოთა მეხუთე რანგის ფუნქციონერივით ლანძღვა დასავლეთის კაპიტალიზმის ცივილიზებული სამყაროსი და ევროპის შეერთებული შტატების და ასე შემდეგ. ეს არის საცოდაობა 21 საუკუნეში ახალგაზრდა კაცისთვის, როგორც შალვა პაპუაშვილი, ეს არის ძალიან დიდი უბედურება და მე ეს კაცის ნამდვილად მეწოდება. ხშირად დავცინი ხოლმე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიტყვი პირველად, რომ ის ძალიან ცოდო ტიპაჟია და უნდა გვეწოდებოდეს ყველას. ეხლა რაც შეეხება რატომ რჩება ისევ ეს განცდა, რაც გითხარით ქალბატონო მაგა, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის პროპაგანდისტული მონსტრი. ის რაც დღეს ილაპარაკა განსაკუთრებით აი ამ საწყალმა კაცმა და მის პრემიერ-მინისტრად წოდებულმა მეორემ, ეს არის შიდა პროპაგანდისტული მოხმარება, იმიტომ რომ პროპაგანდის თავისი წესები აქვს, ხაზები ესე მარტივად არ იცვლება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი პოლიტიკური სტრუქტურა ამ პროპაგანდის აგებულია ზიზღზე და ქართული ოცნებამ ზიზღზე დააფუძნა, ხო? დასავლეთი როგორც მონსტრი, როგორც საზიზღარი, როგორც ბოროტება, ამაზე ანგო, ეხლა ამის შეცვლა ესეთ მარტივი არ არის შესაბამისად. ამიტომ ახსენებ, გაზავება უწევთ შიდა მოხმარებისთვის, ხე გუშკაცი წავიდა მეტი რანაბიჯი გადადგას, ხო? ზელენსკი ძალიან სწორად იქცევა ამ შემთხვევაში, ზელენსკი მიცის პოლიტიკის სწორად თამაში, ზელენსკი შეხვდა პუტინის მოკავშირედ, ღიად პუტინის მოკავშირე ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენელს და ეს საჯარო perception-ში, საჯარო სურათის შექმნაში ასუსტებს პუტინს, როდესაც მის მოკავშირეებს დახურულ კარს მიღმა ხდება ზელენსკი. ქართული მხრიდანაც ეს იყო მცდელობა იმის თქმისა, რომ ივანიშვილის მხრიდან, რომ აი რაღაცისთვის ჩვენ მზათა ვართ. ჯამში აქეთკენ მიდის, ქმედება აქეთკენ მიდის. ქმედებები გვაჩვენებს იმას, რომ აი ეს პოლიტიკური ფართხალი, რომელშიც ქართული ოცნება არის ეხა მცდელობა ივანიშვილი გადაარჩიონ დასავლურ სანქციებს, მოუხსნან არსებული ასე შემდეგ. რაღაცა დაალაგების ფორმებზე მიდიან. მეორეს მხრივ ცალსახად ისინი ასეთ სულას ეხა გააზავებენ ფაშისტის და იმის რა ქვია, ანუ შიდა და გარე პოლიტიკაზე გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯებია ამას ამბობთ? ივანიშვილის გადარჩენაზე გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯები აქვს ალბათონო მაკა რეალურად და შიდა მოხმარებაზე აი ეს ახსენ რომ პროპაგანდას თავის წესი აქვს ერთ დღეში ესე მარტივად ვერ შეატრიალებ ამ ყველაფერს. ამიტომ შიდა მოხმარებისთვის დღეს გაგრძელეს წყევლა კრულვა. ეს წყევლა კრულვა კიდე გაგრძელდება. ეს წყევლა კრულვა არის მათი მთელი პოლიტიკური შინაარსი და სტრუქტურა დღეს. ამიტომ მე არ მაქვს ილუზია რომ ამას შეწყვეტენ მარტივად. ოღონდ ამის სრულიება მოხდება. დავინახავთ ამას, ხო? დავინახეთ. მათ შორის ყველაზე უტიფარი ესეთი მართლა ადამიანისთვის რომ დაცლილი კაცი არის ბატონი კობახიძე. ბატონ კობახიძემ ეს პროცესი დაიწყო დღეს. მე ზელენსკიზე სიტყვა არ მithქვამს, რომ ცუდია. კი, მან თქვა რომ არც ერთი სიტყვა მას პირადად აქ ხაზგასმა იყო, მას პირადად. ხო, ის ყველაზე უტიფარია ქალბატონო მაკა. არ უთქვამს ზელენსკისთან დაკავშირებით, თუმცა იქვე დააყოლა რომ ვითარებას და სიტუაციას არ ცვლისო, რაც არის იმ რეალობას არაფერი ცვლისო. თქვენ საუბრობთ. ის ყველაზე უტიფარია, ანუ ცადა ეხა დაიწყო ეს პროცესი. ცოტა ხანში ნახავთ აი საწყალ შალვასაც როგორ აჭიქჭიქდება, სულ მალე ნახავთ როგორ ჭიქჭიქს დაიწყებს თუ ამ წონის და მასშტაბის არსებებს ჭიქჭიქი შეუძლიათ. კი ბატონო, თქვენ საუბრობდით როგორ გამოიყურება ქართული ოცნება, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში, თუმცა ალბათ უფრო მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება თვითონ ქვეყანა და არა ცალკეული ივანიშვილის გუნდი ჩვენი პარტნიორებისთვის, ხო? აი დღეს, როდესაც 20-მდე დიპლომატს ხვდებოდა თქვენი პარტია, როგორი იყო დამოკიდებულება, რას ამბობდნენ, რა შემოაბრუნებს ვითარებას, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ დარჩენილები ყველას და ყველაფრის მიღმა. აი ტრაკ ავტომატა ცალსახად უნდა ითქვას, რომ ხო, როდესაც ქოცნებაზე ვლაპარაკობ, მე ისევ თქვენი ეთერით საქართველოს მოქალაქეებს ვლაპარაკები, ვინც ასხვავებენ ამას ერთმანეთისგან, ხო, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ოცნებას, მაგრამ მინდა ყველას უთხრა, ვინცაც შეიძლება ამის ჯეროდეს იმედები გაუცრო, რომ არავის დედამიწის ზურგზე გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, ერთი არ უნდა ადარდებდეთ და მეორე ცალსახად გეუბნებით, საერთოდ არ ადარდებთ ეგ განსხვავება ქართულ ოცნებას და ქართულ სახელმწიფოს შორის. შესაბამისად, ყოველ დღე როცა ეს ხალხი
ამ მავნებლობით არის დაკავებული ქართულ ოცნებას გულისხმობ, რამდენი დღეც ხელისუფლებაში არიან და ღალატით არიან ამ ქვეყნის დაკავებული, იმდენი დღე საქართველოს როგორც სახელმწიფო ზიანდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, როგორც ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენ როგორ გვეცვითება ქვეყანა ხელში და რა უბედურებაში ვცხოვრობთ. იქნება ეს ფასები, იქნება ეს, არ ვიცი, უკიდურეს სიდუხჭირე, იქნება ეს თავზე ნგრევა, კორუფცია და უბედურება, ზუსტად ისევე ფუჭდება ჩვენი საერთაშორისო სტატუსი და რეპუტაცია საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ნდობის აღდგენა ქვეყანასთან, რომელსაც აი ასეთი არარაობები მართავენ, რომელშიც ყველანაირი რაღაცა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე რუსეთმა სატელიტური ძალა შექმნა, სატელიტური პოლიტიკური ძალა შექმნა, რომელსაც ამართვინებს დღეს საქართველოს. შესაძლოა ძალიან რთულ ვითარებაშია ქართული იმიჯი საერთაშორისო და რეპუტაცია და ეს ხო ყველაფერზე აისახება ქალბატონი მაკა. ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ტრანზაქციულია, აი ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო. საკმაოდ ტრანზაქციულია და ის რომ არ ხედავდეს დღეს აი ამ სრულად დისკრედიტირებულ რაღაცა მეკობრეების პოლიტიკურ ძალას საქართველოს ხელისუფლებაში, საქართველოსთან ილაპარაკებდა, მაგრამ არ ლაპარაკობს საქართველოსთან, იმიტომ რომ ამათთან ლაპარაკი კეთროვანები ვით არიან 21 საუკუნს, პოლიტიკური კეთროვანები არიან, მათთან შეხება და ურთიერთობა არავის არ უნდა. ტრამპის ადმინისტრაციას არ უნდა მათთან ურთიერთობა, თორემ ამ რეგიონში თქვენ გონებთ არ აინტერესებს რამე, რო აინტერესებს, მაგით ნათელი მაგალითია რაც ხდება სომხეთში და აზერბაიჯანში და განსაკუთრებით სომხეთში, რომელიც დემოკრატიის შუქურა გახდა. მართლა დღეს ერთის მხრივ და დიდესი ეკონომიკური შესაძლებლობები მიცა ტრამპის ადმინისტრაციამ. იმან, რომ მათი უსაფრთხოების გარანტი დღეს არის დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლება და სწორედ ეს აძლევს მათ შორის იმის საშუალებას სომხეთს, რომ ტრამპთან საკმაოდ დაპირისპირებული ევროკავშირის წევრობისკენ კოლოსალურად სწრაფი ტემპებით მიდიოდეს. საქართველოს ჩიხშია და საქართველოს ძალიან მძიმე ვითარებაში არის. ეს არის ქართული ოცნების მართლობის შედეგი და ესე გაგრძელდება სანამ ისინი ხელისუფლებაში იქნებიან. ჩვენ შეხვედრებს იცით რომ რეგულარულად ვატარებთ, მათ შორის საჯარო ფორმატის შეხვედრებსაც პერიოდულად სულ მართავთ საქართველოს აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, გარდა იმისა რომ გვაქვს საზღვარგარეთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, ყოველთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთგვარი ტრადიცია და წესი, როდესაც ჩვენს მეგობრებს, მათ ვისაც ვხვდით პარტნიორებად, ვისთან ერთადაც სწავალთ დაზვერვაში, ასე ვთქვათ, ვინც არიან ნამდვილი ჩვენი ძმები, ნამდვილი ჩვენი მეგობრები, რომელსაც ხელი გაუმართავთ ქართული სახელმწიფოსთვის, როდესაც მას თავს ესხმოდა რუსეთი, ანადგურებდა, გენოციდს უწყობდა, ქალებს და ბავშვებს აუპატიურებდა. ამ დროს დასავლელი ქვეყნების ლიდერები იყვნენ, ვინც აი ამ ცეცხლის ალში თბილისში ჩამოვიდნენ და ეს ქვეყანა გადაარჩინეს. ამიტომ ჩვენ ასეთ მეგობრებს ყოველთვის ველაპარაკებით. ჩვენ რა თქმა უნდა, ერთანაც ვიცით ლაპარაკი, მაგრამ პირველ რიგში უნდა უთხრა მეგობრებს. ჩვენ ველაპარაკეთ ჩვენ გეგმებზე, ჩვენ ხედვაზე, ჩვენ ველაპარაკეთ. აი სწორედ გეგმები მაინტერესებდა. რა გზა არის? გეგმები მაინტერესებდა, კი ბატონო. გეგმები ახსენეთ და სწორედ ეს მინდოდა რომ მეკითხა შემდეგი თქვენ საუბრობდით რომ ქართული ოცნება არის კეთროვანი. გეგმა რომელიც საგარეო პოლიტიკის ნაწილი, მხარდაჭერის ნაწილი გასაგებია ჩვენ დღესაც გავიგეთ რომ თუნდაც სანქციების ნაწილი უნდა ეხებოდეს მაღალჩინოსნებს და არა ქართულ ხალხს, რომლის მხარდამჭერადაც რჩება ევროპარლამენტიც და ევროკავშირიც. იმისთვის რომ კეთროვანად არ იქცეს თავად ქვეყანა და არა ცალკე აღებული ივანიშვილის ხელისუფლება, რა არის გასაკეთებელი უკვე ქვეყნის შიგნით ბატონო თაზო, იმისთვის რომ აი ეს პროცესი, თუნდაც მხარდაჭერის პროცესიც არ დაკარგოს ქართულმა საზოგადოებამ. მადლობა ქალბატონო, მნიშვნელოვანი კითხვა. აი სწორედ ის, რასაც ვამბობდი ხო აქამდე, ის რომ ამ ქვეყანაში გაიმიჯნოს ეს ძალიან ძნელია, მათ შორის ახლა სწორი რიტორიკა აქვს ჩვენ პარტნიორებს, მათ შორის ევროპარლამენტში, რომელიც ამბობენ, რომ ეს უნდა გაიმიჯნოს, ხო, სანქციები არ არის ქართული ხალხის წინააღმდეგ, ამას ცდილობს რუსული პროპაგანდა ამ ქვეყანაში, ეს გაჩვენოს, რომ აი ქართულებს გასანქცირებენ, ქართული ხალხის წინააღმდეგ არ არის იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის სამსახურში აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრივ სისტემას. მაგრამ ჯამში ზიანდება მთელი ჩვენი ქვეყანა. ვის ადარდებს ამ ქვეყნის ბედი? ამ ქვეყნის ბედი ადარდებს საქართველოს მილიონობით მოქალაქეს. ამ ქვეყნის ბედი ადარდებს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც შვილებს ზრდიან ამ ქვეყანაში, ვინც თავის მომავალს ხედავენ ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა და ამაზე ვისაუბრეთ მათ შორის დიპლომატებთან, ახლა ჩვენ იქ რამე განსაკუთრებულს ავლაპარაკობთ, ეს არიან დიპლომატიური წარმომადგენლები, რომელსაც უნდათ რომ ჩვენი პერსპექტივიდან მოისმინონ ქვეყანაში არსებული ვითარება, თორემ მათ აქვთ თავის კონკრეტული პერსპექტივა და ინფორმაციას აგროვებენ, რა თქმა უნდა, ისე საუბრებიან დედაქალაქ
მოახერხებს ევროკავშირში თუ შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან ჩვენ ვაწვდით ჩვენი პერსპექტივიდან საქართველოს ბედს და ჩვენი პერსპექტივა არის ძალიან მძიმე ჩვენი პერსპექტივა ხედავს იმას რომ საქართველოში უბრალოდ რეალობას იცით რა ჩვენ ამას აღარ უნდა არავითარი პოლიტიკური სარჩულის გაკეთება და რაღაცა ესა რა ქვია პოლიტიკურად შეკაზმვა იმიტომ რომ რეალობა არის ძალიან მძიმე რეალობა არის ესეთი ერთის ყავს კლეპტოკრატიული ხუნტა რაღაცა ჯგუფი ადამიანების რამოდენიმე ათასი რომელიც აბსოლუტურად ყველაფრის პატრონი არის ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს ჩვენ ყავს ხელისუფლება რომელსაც არ აქვს საგარეო პოლიტიკის წარმოების უბლება და მოსკოვზე არის დელეგირებული საქართველოს საგარეო პოლიტიკა დღეს ჩვენ ყავს სატელიტი ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის დღევანდელი პუტინის რუსეთის ეს არის ქვეყანა რომელშიც 300,000-ზე მეტი ბავშვი უმძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება აქ მივდივარ კი ფასები რომელიც ყოველ თვიურად იზრდება ყოველ დღიურად და ყოველ თვიურად იზრდება ჩვენ ვართ ქვეყანა რომელიც არის კატასტროფის ზღვარზე კატასტროფის ზღვარზე არათუ დაკარგოს მისი ევროპული პერსპექტივა არამედ გადაიქცეს შეუმდგარ სახელმწიფოდ და შეუმდგარ სახელმწიფოები მე მინდა უთხრა რომ შეუმდგარ სახელმწიფოები შეიძლება დღევანდელ დღეს ისე როგორც ქართული ოცნება რაღაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო ხელს ითმობდეს რაღაცა ეკონომიკურ სარგებელზე და ერთგვარი სტაბილურობა კონდეს მაგრამ ხვალ ეს კონფლიქტი რო აღარ იქნება და ყველა ხედავს ეს კონფლიქტი გადაჭრისკენ მიდის გაქრება მათი სტაბილურობა და დავდგებით ფაქტის წინაშე რომ აი ეს უთანასწორობა საქართველოს მოსახლეობის დამთრუნა უმრავლესობას და ამ კლეპტოკრატიულ არარაობათა გუნდს შორის იმხელა ეს უთანასწორობა რომ წაილეკება უბრალოდ ეს ქვეყანა და ჩამოყალიბდება ჩვეულებრივ შეუმდგარ სახელმწიფოს ამიტომ ამის გაარჩენის ერთადერთი გზა არის რომ იმ ადამიანებს ვისაც ადარდებთ ამ ქვეყნის ბედი და ეს არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები მეტი არავინ არ არის საქართველოს ბედით ისეთი დაინტერესებული როგორც ჩვენ ვართ მეტი არავინ არ მიჯნავს ერთმანეთისგან ქართულ ოცნებას და ქართულ სახელმწიფოს ჩვენი საქმეა ჩვენი პოლიტიკური მესიჯიც უთხარით და ჩვენი გეგმაც უთხარით იგივე დასავლურ პარტნიორებს ეს ყოველდღიურად გვიმეორებთ თქვენი ეთერით თუ ჩვენ თანამოქალაქეებთან შეხვედრით საქართველოს ყველა რაიონში თუ თბილისში რომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას იმისთვის რომ ესენი მოვაშოროთ ხელისუფლებიდან რომ ამას თუ არ მოვაშორებთ ხელისუფლებიდან გამოსავალი არ არის არც ფასებს არ ეშველება არც ინვესტიცია არ შემოვა არც ანაკლია არ შედება აი ეს რაღაცა ზღაპარი რომ მოყოს დღეს რკინიგზაზე 50 ლოკომოტივს დავავატებთო 15 წელია ხალხო ხელისუფლებაში არიან და 10 ლოკომოტივი არ აქვს რაის 50 ლოკომოტივის დამატებლები არიან ეს არარაობები და გატყუებენ მორიგჯერზე ეხა შემოაგდეს რომ ვიღაცა ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ვიღაცა ჯაშუში აი ეგ მინდოდა რომ გადახვეთ ევროპული ქვეყნის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრეზმდივანი როგორც ამას სამთავრობო ანუ რაც არ თქვა სუსმა გაავრცელა სამთავრობო მედიამ რომელიც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა ამ ამბავზე რა სიტყვით ევროპული ქვეყნების ჯაშუშობის ბრალდებით არ დაასახელა სხვათა შორის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ დაასახელა მედია არის დარდოთ იცით ხო იცით ჩემზე უკეთ იცით როგორ მუშაობს ეგ სისტემა ეხა სადღაც გაჟონავს კიდე რომელიღაც ბჭყალებში თავისუფალ მედიაში შალვა პაპუაშვილის საზომით თავისუფალ მედიაში გაჟონავს ეხა რომელი ქვეყანა იქნება დიდი ალბათობით არაფერი მე ვერ ავიღებ იმაზე პასუხისგებლობას და გადაჭრით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ ეს დაპატიმრებული ბატონი ან იყო ან არ იყო ან მართლა იყო ან რომელიმე ევროპის ქვეყნის იყო ან რუსეთის მე ერთი ვიცი რომ ამ ქვეყანაში ჯაშუშობენ ძირითადად რუსეთის სასარგებლოდ და რუსეთია ჩვენი მტერი ეს ერთი ვიცი მეორე ის ვიცი რომ ამ თემის ამ დონეზე წამოწევა ეხა ეს არის სანახაობა პოლიტიკური ეს არის მორიგი პოლიტიკური სანახაობა სხვა რაღაცებმა არ იმუშავა რომ გადაეფარათ ამ ქვეყანაში უკიდურესი კრიზისი რომელიც ფასების გამო არის გამოწვეული რომელიც უკიდურესი სიღარიბის გამო არის გამოწვეული ისინი ხო ხედავენ რომ ეს ამ საზოგადოებას უკვე ხელში აქვს და ეს საზოგადოება გამოდის აი ამ რაღაც პროპაგანდისტული ბურუსიდან ხედავს ივანიშვილი ძალიან კარგად ამიტომ არის პანიკაში ეს არის მორიგი ძალიან იაფფასიანი სანახაობა რომელიც შემოაგდეს რომ ეხა სხვა თუ არაფერი არ გაჭრა მე არ ვიცი რა სანახაობა შეცვლის იმას რომ მაგალითად ორი კვირა მთავრობის ადმინისტრაციასთან წვიმასა და ქარში დგანან დედები მშობლები და საკუთარი შვილებისთვის ითხოვენ წამალს და უშედეგოდ მე მართლა ვერ ხვდები რამ შეიძლება შეცვალოს და გადაფაროს ის რეალობა რომელიც ამ ქვეყანაშია ერთის მხრივ მედიკამენტის არარსებობა და მეორე მხრივ საჭმლის
და საკვების. მე თქვენსავით ოპტიმისტურად ვუყურებ ქალბატონო მაკა ამ პროცესს. მეც არ მგონია, რომ რაღაცა იმანაკო ჯეიმს ბონდის ჯაშუშურმა ისტორიებმა შეიძლება ის სანახაობა შექმნა, რომელიც გადაფარავს თუნდაც ფასების ინფლაციას და ყოველთვიურ ზრდას, რომელიც გადაფარავს სახელმწიფო სერვისების 3-ჯერ და 4-ჯერ გაძვირებას და ჯარიმებს, რომელიც გადაფარავს აი იმ კატასტროფას, რომელსაც აუცილებლად მინდა ბოლოს შევეხო. რასაც ქვია 80-დან 100 ბავშვისთვის სიცოცხლის განხორციელების, სიცოცხლის გაუმჯობესების, ტკივილის მოშორების მცდელობა და ამისთვის გმირულად გამაგრებული იქ მშობლები. რა გადაფარავს ამას? არაფერი არ არსებობს ბუნებაში, რაც ჩვენი შვილების მომავალზე, ჩვენი შვილების სიცოცხლეზე უარს გვათქმევინებს რაღაცა სანახაობით სახით. ნამდვილად მე არც ერთი ადამიანის არ მესმის, რომელსაც საქართველოა ჩემი საქართველო. ნამდვილად მე არ მესმის არც ერთი ადამიანის, რომელსაც ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია. მადლობა.